თუ ბრეკეტები გაქვს გაკეთებული, ან აპირებ გაკეთებას, არ გამოტოვო ეს ვიდეო, უყურე ბოლომდე. შენ ვფიქრობ, რომ გაიკეთებ ბრეკეტებს, გაგისტორდება თანდბილვა, გაგისტორდება ყბა და ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ცოტა ხანში გრძნობ, რომ გეწყება ყბის და კისრის კუნთების დაძაბულობა და ტკივილი, რომელიც ყოველდღიურად იმატებს და თანდათან აუტანელი ხდება. ამას ემატება თავის ტკივილი კეფის და საფეთქლის არეში. შენ კი ვერ ხვდები, რა მოხდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კისრის მალები და კუნთები მჭიდრო კავშირშია ყბის და სახსრის კუნთებთან. ეს ერთი ბიომექანიკური სისტემის ნაწილებია. ამიტომ ჩემი როგორც ფიზიოთერაპევტის და ატლა სპეციალისტის რჩევა, სანამ გაიკეთებ ბრეკეტებს, შეამოწმე არის თუ არა სწორ პოზიციაში კისრის პირველი მალა ატლასი და მოაწესრიგე კისრის კუნთების მდგომარეობა. ეს დაგეხმარება გაცილებით სწრაფად მიიღო შედეგი ბრეკეტების გამოყენებისას. კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდი პირად შეტყობინებაში. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ატლა სპეციალისტი, ფიზიოთერაპევტი. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარებთ ათასობით ადამიანს მსგავსი პრობლემის მოგვარებაში.